მკვლელობა თბილისის ცენტრში მიცკევიჩის ქუჩაზე გარდაცვლილია 2 ადამიანი. ერთ-ერთი მათგანი ცნობილი დერმატოვენეროლოგი პროფესორი ზურაბ ბენდელიანია. რა მოხდა დედათა და ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრში, სადაც სამართალდამცველებს ხანძარი და 2 ცხედარი დახვდათ. მათ შორის ერთ-ერთ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა, მეორე კი ხანძრის შედეგად გარდაიცვალა. რა ვერსიებზე მუშაობს გამოძიება გიორგი მანჯავიძე განაგრძობს თემას გიორგი გისმენთ. ვერსიები არაოფიციალური ვერსიები ბევრია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მათ შორის გახლავთ ის რომ 1980 წელს დაბადებულმა ანზორ ბექურიშვილმა ექიმ ზურაბ ბენდელიანს მის კაბინეტში შეუგდო ასაფეთქებელი მოწყობილობა და ამ დროს ექიმმა მოასწრო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის გაკეთება, თუმცა თავად დაიწვა, როგორც უკვე ცნობილია. როგორც უკვე გითხარით, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა მეორე გარდაცვლილის ახალგაზრდა მამაკაცის ვინაობაც, ეს არის ანზორ ბექურიშვილის გახლავთ საგურამოს რაიონის სოფელ ბიწმენდის მკვიდრი. ასევე ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებსა და მედია საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ ადამიანმა მის კუთვნილ ავტომანქანაში დატოვა წერილი დედის მისამართით. ერთ-ერთი ვერსიით ექსპერტ კრიმინალისტებმა სწორედ ამ მანქანაში აღმოაჩინეს წერილი, რომელიც დღეს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ერთ-ერთმა გარდაცვლილმა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე დაწერა. დედამ აპატიე არ შემიძლია ამ ტკივილის ატანა. სანამ მოვკვდები, ბოლოს მოუღები მას, ვინც ამ მდგომარეობაში ჩამაგდო. მოგვიანებით ითქვა, რომ წერილის ავტორი გარდაცვლილი 1980 წელს დაბადებული ანზორ ბექურიშვილია. მისი გვამი დედათა და ბავშვთა ცენტრში მისულმა მეხანძრეებმა შენობის შესასვლელთან იპოვნეს. შენობაში მისულებს კი ერთ-ერთ ოთახში მეორე ცხედარი დახვდათ. მოგვიანებით გაირკვა მისი ვინაობაც. გარდაცვლილი პროფესორი ზურაბ ბენდელიანია. ადგილზე მოსვლისას ხანძარი დადასწორდა, შიგნით შესვლამდე კარებთან დახვდა მამაკაცი გარდაცვლილი. ოთახში შეღწევისა, სადაც ხანძრის კერა იყო, იქაც მეორე მამაკაცი დახვდა გარდაცვლილი სამწუხაროდ. ექსპერტ კრიმინალისტები და გამომძიებლები შემთხვევის ადგილზე 5 საათის განმავლობაში მუშაობდნენ. პროფესორი ბენდელიანი წინასწარი ინფორმაციით დამწრობით გარდაიცვალა. მეორე სიკვდილის მიზეზი კი სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობაა. შეამტრიეს. აი მე რო ჩააქრეს ძალიან აბრიალებული იყო. მაშინ დაინახეს რომ კაცი აკვდარი შიგო. მე კიდე მეორე აქეთ ყოფილეს იგი. რატო რისთვის? როგორც გაიგო რომ ექიმი არისო დაღუპულიო თავისკენ დამწვარი არის. ეგ ექიმი წინასწარი ინფორმაციის ზურაბ ბენდელიანი არისო მე მგონი რა. ვინც აქ მუშაობდა და კაცი რომელიც მკვდარი არის ცეცხლსასროლი იარაღით როგორც ლაპარაკობდნენ უცხო არის. ჩვენ თუნდაც და ყველას თუნდაც. აგე კარებში არის მიცვალებულის გვამი და ხმა გაიგეს თანამშრომლებმა. მე ცოტა სიღრმეში მუშაობ. სიღრმეშია და იქიმდენად არა, მაგრამ აქ ტექნები და ისინი რო არიან, იმათმა გაიგეს და არ მივაქცეთ ესეთ ყურადღება რა. მომხდართან დაკავშირებით სხვადასხვა ურთიერთგამომრიცხავი ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი ზურაბ ბენდელიანის პაციენტი იყო. მან იმ ოთახში, სადაც ექიმი ბენდელიანი იმყოფებოდა, ასაფეთქებელი მოწყობილობა შეაგდო. ექიმმა კი ამ დროს იარაღიდან გასროლა მოასწრო. ცხედრებს ამ დრომდე ექსპერტიზა უტარდებათ, რაც შეეხება გამოძიებას, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას 109 მუხლით აწარმოებს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გიორგი მანჯავიძე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში თბილისის ცენტრში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით.